იძულებით გადაადგილებული პირობისთვის ფართობის დაკანონება გრძელდება. სურამში ჩასახლებულ დევნილებს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცათ. ყოფილი პროფესიული სასწავლებელი შენობაში მცხოვრებ 28 ოჯახს საჯარო რეესტრიდან საკუთრების დამადასტურებელი მოსმობები დღეს სტოლთა და გასახლების მინისტრმა გადასცა. შენობას რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ ჩაუტარდა და სოფელ ნულიდან და ავლევიდან რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახები საცხოვრებლად აქ გადმოიყვანეს. ტიღვის თემიდან დევნილები საკუთარ სახლებში დაბრუნებამდე სურამში იცხოვრებენ და ფართები მუდმივად მათი საკუთრება იქნება. Ობასუბრელიანი იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათ პრობლემებს გაესწრო, მაგრამ მთავარი პრობლემა უმუშევრობაა, მინისტრი დევნილებს დახმარებას დაპირდა. ლუსნის მიჭედება რო გინდოდა საკუთარი რო არ იყო ვერ ვდედავდით და ეხლა უღრმესი მადლობა რომ ჩვენი საკუთარია ლუსნასაც მივაჭედებ ამჯერადაც ჩამოვაფარებ და ვიცხოვრებთ ალბათ სანამ არ დაგვაბრუნებენ ჩვენს ნანგრევს სოფელში. Აუკანონით ფართების საკუთრებაში გადავეცით, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები მოვუტანეთ. აქვს კიდევ ბევრი პრობლემა, ძირითადი პრობლემა საკუთრების მოგვარებულია, მაგრამ კიდევ ბევრი პრობლემა რჩება, რომელიც უკავშირდება მათ დასაქმებას და ბევრი ოჯახი ელოდება ჩვენგანაც მსგავს დახმარებას. ყოველდღიურად ვაგრძელებთ ჩვენ ამ ადამიანებთან ურთიერთობას, კიდევ ბევრი ოჯახს დაუკანონებთ და კიდევ ძალიან ბევრს დავეხმარებით დასაქმებაში.